მოგესალმებით მეგობრებო, კვლავ ეთერშია ფაბრიკა, ახალი ამბებით თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, თქვენი მეგობრებისთვის, იმიტომ რომ ვთვლი რომ დიდი ხანია უკვე დავმეგობრდით და ასეთი პინგ-პონგივით გამოვხდით. ის თემები, რომლებიც თქვენ გამოდის, შემდეგ პასუხს იღებთ. ჩვენ ძალიან ბევრი წერილი შემოგდის და ძალიან დიდი მადლობა ამ წერილებისთვის. ყველაფერზე პასუხს ამ ეტაპზე ვერ გაგცემთ, მაგრამ პერიოდულად იმის დამიხედვით თუ როგორ განვითარდება თემები, აუცილებლად გექნებათ პასუხი ყველაფერზე. ვფიქრობ რომ ის მიმდინარე მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში, ჩვენ არ გვჩვება ყურადღების მიღმა და მე მინდა, ასე ვთქვათ, ჩაგაბაროთ ანგარიში იმ თემაზე, რაც დაწყებულია ზუსტად ფაბრიკის ეთერში. ეს არის სოსო ოსურაულის საქმე და ჩვენ მივახციეთ საერთო ძალისხმევით. ეს არის თქვენი ძალისხმევა, ჩვენი პოლიტიკოსების, საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომ მივიღეთ რაღაცა ადეკვატური პასუხი მიმდინარე მოვლენებზე და ძალიან სიამოვნებს ის ფაქტი, რომ ამ საქმეში ჩაერთნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტარი კობა კობალაძე, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ თუ საჭირო იქნება აუცილებლად ჩავა კონგოში. მე მიხარია, რომ ჩვენი გენერლები დავით თევზაძე, ალექსანდრე მჭედლიშვილი, ამირან სალუქვაძე უკვე გადიან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. დავით ნემსაძე, თადარიგის ოფიცერი, რომელიც პირველი წუთიდან ჩვენ გვერდში არის, აქტიურად განაგრძობს ძიებას როგორც აფრიკაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში და ზუსტად აი ამ ძიებაზე, იმაზე თუ ახლა რა კვალზე დგას ჩვენი ქვეყანა, მინდა გიჩვენოთ სპეციალურად ფაბრიკისთვის გამოგზავნილი მიმართვა, ეს არის ბექადვალის მიმართვა და მე ვფიქრობ, ბევრი რამე ძალიან გასაგები გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის. მე ვთხოვ რეჟისორს თუ შეიძლება რომ გვიჩვენოს ეს მიმართვა. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სულ შევეხოთ ჩვენი თანამემამულის იოსებ ოსურაულის ირგვლივ არსებულ ვითარებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები ჩვენი მოქალაქის ბედთან დაკავშირებით. ამ მომენტისთვის საქართველოს საგარეო უწყება, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მრავალმხრივ ძალისხმევას გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად და ჩვენი მოქალაქის ბედის გასარკვევად ამ ინფორმაციების დასაზუსტებლად. ვაგრძელებთ ინტენსიურ კონტაქტებს, კავშირებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს არის უპირველეს ყოვლისა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის რეგიონში მეზობელი ქვეყნები, კონგოს მეზობელი ქვეყნები. ასევე ინტენსიური დიალოგი გვაქვს, ვაგრძელებთ ამ დიალოგს კონგოში გაერო სტაბილიზაციის მისიასთან, მონუსკოსთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და სუბიექტებთან, რომელიც შეიძლება ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას ამ ვითარების ირგვლივ. ჩვენ როგორც პირველი დღიდან ვახორციელებდით ძალისხმევა ჩვენი მოქალაქის ბედის დასაზუსტებლად და გასარკვევად. დღესაც ანალოგიური შემართებით, ანალოგიური ძალისხმევით ვაგრძელებთ ამ ნაბიჯებს, რაც მიმართული არის იმ მიზნის მისაღწევად, რაც ყველას ერთად გსურს რომ დადგეს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, იქიდან გამომდინარე საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის ბედს, მის სიცოცხლეს, რომ ალბათ ამ თემით არ უნდა მოხდეს არანაირი პოლიტიკური სპეკულირება და ყველამ ერთად სამუშაო რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ზრუნვა იმაზე, რომ გარკვეული იქნეს ჩვენი მოქალაქის ბედი და საქართველოს საგარეო უწყება, საქართველოს ხელისუფლება არ დაიშურებს ამ მიმართებით არანაირ ძალისხმევას. მოგესალმები, ჩემაც გეტყვი, მე მგონია რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი მე მგონი დიპლომატია ბოდიში მოიხადეთ მომეჩვენა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი დიპლომატიური გამოსავალი იყო იმ რთული სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა საზოგადოებასა და ოჯახსა და სამინისტროს შორის. ამ მიმართვის მერე ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება, რომ მუშაობა გრძელდება და არა მხოლოდ კონგოში, არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც და მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ ვერავინ ვერ გამოიყენოს ეს ფაქტი პოლიტიკური ბნებათა ღელვისთვის, რაც თავარია პოლიტიკოსები, გენერალიტეტი მზად არის ადგილზე ჩასასვლელად და სოსოს ბედი ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ნებისმიერი ქართველი მოქალაქის, რომელიც სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ ზურგს უმაგრებს ნამდვილად საქართველოს სახელმწიფო. რალი? თუ კი ქართული მხარე წავა კონგოში, მე
ამოვალ ინიციატივით რომ შენ არ წაგიყვანო აი ეს ბოლო 2 დღეა რაღაც განსაკუთრებულად გავამაზდი ხო მშვიდობაა შენ ხო და იქნება ვემზადები წასასვლელად ეხლა კონკურსი გათხოვება გატლია რა არ გამაგიჟო ეგება გამცვალონ და შენც დაისვენებ და მე საზოგადოება დასასვენებელი არაფერი არ მიჭირს მაგრამ არა კონგოელებისთვის ვერ გაგიმეტებ კარგი, ხო, შემჭამე. არა მართლა ძალიან ლამაზად გამოიყურები მადლობა. გუში და დღეს მადლობა. რაღაცა იქ რო იყავი სადღაც წასული ხო მოგიხდა მე მგონი არა რომ ჩამოვედი მე მომიხდა ხანდახანდა გაგიშათ ხოლმე პერიოდულად და რა ვიცი მადლობა. რამე ახალი რამე სიახლე ხო არის შენს პირად ცხოვრებაში გამანებე ხა გითხარი თავი რა, ხა იცი რას გითხარი, გეტყვი სხვა გეხოცე. დროს არა ვერ გეტყვი როდის ვერ გეტყვი გეტყვი? კარგი ხა ალები მეწყება ამაზე რომ ჩუმად ესაუბრებ ჩავიწევ და მე არა